ნატო სამხედრო კომიტეტის ხდომა 28+1 ფორმატში დასრულდა. მხარეებმა სესიაზე დღეს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უკვე გაკეთდა პირველი შეფასებებიც, რის შემდეგაც ნატო სამხედრო კომიტეტის წევრებმა კრწანიშის სასწავლო ცენტრი და ქართული სამხედრო წარმოების ტექნიკაც დაათვალიერეს. ჩვენ ვთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე მოკლე, ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეკონომიურ გზას, ესე იგი ნატოს და კოალიციის ძალების გადაადგილების და გამოყვანისათვის და ეს გზა არის ჩვენ მზადა ვართ აი ამ გზის სრული უსაფრთხოებისთვის და აი ამ გზის მაქსიმალურად დატვირთვისთვის. ასე რომ გადაწყვეტილება უკვე მათ მხარეს არის. ამ ეტაპზე ჩვენ გავდივართ სერტიფიცირების პროცესს. სერტიფიცირების პროცესში ეგრეთ წოდებულ sponsor nation-ად, ქართულად sponsor ქვეყნად იქნება ჩვენი ამერიკის შეერთებული შტატები, რაც დამეთანხმებით არის ლოგიკური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები წვრთნიან ჩვენს ქვედანაყოფებს, რომლებიც მონაწილეობენ ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში, ამდენად ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მხრიდან გამოხატული ეს უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რაც ასახულია მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში, საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვებს ნატოსთან და ხელს შეუწყობს მის ინტეგრაციას.